Adună Zaza, თქვენთვის ალბათ ცნობილია საპარლამენტო შორისო ასამბლეის ის ცნობილი რეზოლუცია, რომელიც სტრასბურგში იქნა მიღებული. იქ სამხედროების როლი არის აღწერილი. ეთანხმებით იმას, რაც სტრასბურგის საპარლამენტო ასამბლეა რომელ პუნქტს? არა, სამხედროების მოქმედებები რაც არის აღწერილი. ხოდა შეიძლება ციტირება რომ მოახდინოთ რაზეა საუბარი. ვიცი. ქართული სამხედროების მოქმედებამ გადაზარდა ეს ყველაფერი აქტიურ ფაზაში. აი მაგალითად ეს. არ ეთანხმებით. ანუ იმ ადამიანები, ვინც ამას ხმამისცა, თქვენთვის მიუღებელი ადამიანები არიან, ამისთვის ხმა არ უნდა მიეცათ, ხო? არ ვეთანხმები მაგ აზრს. თუმცა რა იყო ამისი ასე თქვათ, მაგ აზრს არ ვეთანხმები. თქვენ მხარესა ვარ მაგაზე რომ მაგ მუხლს მე არ ვეთანხმები სამხედროებთან მიმართებაში. მაგრამ ეს დანარჩენი შეგიძლიათ იმ ადამიანებს კითხვა დაუსვათ და რის გამო გააკეთეს კითხოთ მათ. რა მიიღეს აქედან შედეგი? აი ეს კითხოთ რა. მე შემიძლია ესე აი გულითადაც სუფთად გიპასუხოთ რა. გასაგებია იმ მუხლს რო არ ეთანხმებით ეს მაგ მუხლს არ ვეთანხმები, მაგრამ რა მიიღეს ამ მუხლში? ამას ვინმე ასე რაც მიიღეს აგერ უყურებთ. თუ არ ეთანხმებით და თქვენ ამბობთ რომ ჩვენ მხარეს ახართ, თუმცა მე შევასწორებ ამას და არ შეიძლება ორი მხარე იყოს, როცა სამხედროებს აბრალებ ომის დანაშაულს ასე გამოდის და რეალურად შენ ამას კენჭისყრისას ხელს უწევ, აქ არ შეიძლება მხარეები არსებობდეს, ეს ცალსახად დასაგმობია და კარგია რომ ამას ეთანხმებით, მაგრამ ოღონდ არ განერვიულდეთ, კითხვა უნდა დაგისვათ. მაშინ ამათთან პარტიაში რა გინდოდათ მაგათთან? არა რელევანტური კითხვა. რელევანტური კითხვა ჩემთვის. მაშინ მე გეტყვით რა. რა გინდოდათ ამათთან? ხალხმა ესენი არიან, ჩამოგითვალოთ გვარები, ნაციონალური მოძრაობის 4 დეპუტატია და იქ ვითომ ოპოზიციაც იყო, მაშინ შექმნილი გახსოვთ ფსევდო ოპოზიცია, მისი ერთი წარმომადგენელი. ხელს უწევს იმას, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დღეს ბევრს მაპატიეთ გამოთქმისთვის და ყიყინებს იმაზე, რომ თურმე ჯარს იცავდნენ და ჯარს პატივს ცემდნენ, ხელს უწევს ნომერი 1633 რეზოლუციას და რუსეთის საქმეს აკეთებენ. ამ ხალხთან როგორ შეიძლება ერთად პარტიაში ყოფნა? რიტორიკულად კითხავთ ალბათ, იმიტომ რომ თქვენ ვთვლით რომ არ არის რელევანტურია. ვინც ამბობთ რომ მე ჯარს ვიცავდი და ასე იყო, ვიბრძოდი და ასე იყო, ხომ? როგორ დადექით ამათთან ერთად? მხარს არ უჭერდითო ამ რეზოლუციის ამ ნაწილსო ამბობთ. არ უჭერდით, ხომ? მაშინ ამათთან ერთად პოლიტიკურ ერთ პლატფორმაზე რანაირად იყავით და არც ის არ გეწყინოთ. მნიშვნელობა იცით რატომ აქვს ბატონო ზაზა, რომ თქვენ რამდენიმე და მრავალი თვის განმავლობაში მე ხო გისმენდით, რომ ჩვენ აღმოჩნდა ვინც აქ ვართ, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები გავხდით, ხო ასე იყო? ადრე. როდის ადრე? თებერვლამდე 2025. ხო, გავხდით პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. თქვენ ამხელა სამხედრო გამოცდილების ჭირვარამ გამოვლილი ადამიანი, ჩვენ ისედაც პოლიტიკაში მყოფები დაგვიპირისპირდით პოლიტიკურად. და დღეს ღიად გეუბნებით, რომ ჩვენ ეს მინიმუმ გაგვიკვირდა. ორი ვარიანტია მან ან თქვენ 1633-ის ნაციონალური მოძრაობის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია გაიზიარეთ და მათთან ერთად დადეგით პოლიტიკურ პლატფორმაზე და ამ რეზოლუციაში საზოგადოებისთვის განმარტავ. პირდაპირ იყო საქართველოს და ჯარი და ჯარისკაცი განწირული და მხარდაჭერილი ეს რეზოლუცია, ანუ ეს არ იყო ქართული ინტერესისთვის კენჭისხრა, ეს იყო პირიქით საპირისპირო. ან ამას არ იზიარებდით და მაშინ გაურკვეველი ამათთან ერთად რა გინდოდათ? ეს კითხვა მაქვს, რა ვქნა? ეს კითხვა რა შუაში ამ ყველაფერთან. თორე აი
გულით გმინდა გიპასუხოთ, მაგრამ ვერ ხვდები რა შუაში ეს. კითხვა არის იზიარებთ თუ არა 16-23 არ იზიარებთ, გასაგებია. არ ვიზიარებ. კარგი. თქვი და ახლა კარგი და პარტიიდანაც გახვედით შემდეგ, პარტიიდანაც გავედი, იმიტომ რომ აქ სუბიექტურად მოლაპარაკე ადამიანი არ გიხილეთ. გასაგებია.